სუსიქსელურ მარკეტებში შევიდა ათობით კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების მიზნით დილიდან დოკუმენტებისა და ბაზების ამოღება მიმდინარეობს. უწყების განმარტებით სხვადასხვა კომპანიაში გამოძიების ინტერესის საგანი ფასთა წარმოქმნის პროცესია. გუშინ კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს კობახიძე და აცხადებს, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საჯაროდ მოისმინონ ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. მაშინ როცა ოცნების მიღებულმა კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედია საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, კობახიძე განსხვავებული აზრის ჩახშობაში ევროპელ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ადანაშაულებს. ტრამპმა მშვიდობის საბჭოს წესდებას თანადამფუძნებელი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამერიკის პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად ზის. მშვიდობის საბჭოში საქართველოს გარდა რეგიონის ყველა ქვეყანაა მიწვეული, მათ შორის რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა, ყველა სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. თქვა ტრამპმა აუდიენციის შემდეგ. მისი განცხადებით მომდევნო შეხვედრა პუტინთან ექნება.